ხელოვნური ინტელექტის მოდელის ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია OpenAI უჩივის კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელს Elon Musk-ს კომპანია OpenAI-ში აცხადებენ, რომ Elon Musk-ი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ შეჩერდეს OpenAI-ის ზრდა, როგორც ბიზნესის და ამას ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სარგებელი მიიღოს თვითონ და მიიღოს წვდომა, აკონტროლოს ხელოვნური ინტელექტის წამყვანი ტექნოლოგიები. კომპანია OpenAI სემ ალტმანმა ამჟამინდელმა დირექტორმა და ილონ მასკმა ერთობლივად დააფუძნეს 2015 წელს, თუმცა ილონ მასკი კომპანიიდან წავიდა იქამდე, სანამ კომპანია OpenAI გლობალურად წარმატებას მიაღწია და წარუდგინა საზოგადოებას ChatGPT. დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ხელოვნური ინტელექტის მოდელი. თავად ილონ მასკმა კი 2023 წელს შექმნა თავისი კერძო კომპანია, ასევე ხელოვნური ინტელექტის chatbot-ის xAI, რომელიც ამჟამად მიმაგრებული არის პლატფორმა X-ზე, რომელიც ასევე ეკუთვნის ილონ მასკს. სწორედ ამ პლატფორმა X-თან დაკავშირებით კომპანია OpenAI-ში აცხადებენ, რომ X-ის დახმარებით ილონ მასკი ცდილობს და იყენებს არაკეთილსინდისიერ ტაქტიკებს იმისათვის, რომ შეაჩეროს OpenAI-ის ზრდა და ისინი აპირებენ, რომ სასამართლოს დახმარებით აიძულონ ილონ მასკი, რომ შეაჩეროს თავისი არაკეთილსინდისიერი ქმედებები კომპანია OpenAI-ის წინააღმდეგ. თავარი დავა წარმოიშვა გასულ წელს, მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა გადაცხადა, რომ OpenAI აღარ ასრულებს მის მთავარ მისიას, რომელიც ილონ მასკის თქმით იყო კაცობრიობისთვის სარგებელის მოტანა, რადგან OpenAI აპირებდა, რომ ChatGPT გამხდარიყო კომერციული, სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდიოდა ილონ მასკი და გასულ წელს პირველი საჩივარი სასამართლოში შეიტანა სწორედაც, რომ ილონ მასკმა კომპანია OpenAI-ის დირექტორის სემ ალტმანის წინააღმდეგ და აცხადებდა, რომ სემ ალტმანმა ის შეცდომაში შეიყვანა და ის გახდა მანიპულაციის მსხვერპლი სემ ალტმანისგან, რაზეც სემ ალტმანი აცხადებს, რომ მას ბრალი არ მიუძღვის, პირიქით ილონ მასკი ასეთი ქმედებებით ცდილობს ბიზნესის დაძირვას. რაც შეეხება კომერციულ ფორმატზე გადასვლა ChatGPT-ის, კომპანია OpenAI-ში ფიქრობენ, რომ ეს არის აუცილებელი, რადგან ამჟამად მსოფლიოში მიმდინარეობს გლობალური რბოლა ხელოვნური ინტელექტის და ეს საკმაოდ ძვირად ღირებული საქმე არის, სწორედ ამიტომაც საჭიროა, რომ კომპანია OpenAI ამ სფეროში დააგროვოს დიდი კაპიტალი.